რამდენად კილომეტრში სოფელ მეორე ბალდაში მდინარე აბაშის სათავესთან, ბალდის ხეობის თავზე, უკვე წელიწად ნახევარია ლურჯი ტენტია გაშლილი, რომელშიც დღეს და ღამეს ასწორებენ სოფლის ახალგაზრდები. მათ კარავში აქვთ მოწყობილი ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ხის პალეტებისგან შეკოწიწებული საწოლები, შეშის დიდი ღუმელი, ძველი მაცივარი, სანათური, ჭიქები, თეფშები, ჩაიდანი. ეს არის ბალდის ხეობის მცველების კარავი, სადაც ყველა ცხოვრობს ერთი მიზნით. არ დაანებონ ბალდის კანიონი ინვესტორს, რომლის მფლობელობაშიც აღმოჩნდა ეს ხეობა 40 წლიანი იჯარით. მათი თქმით, ბუნების ამ საოცარ ძეგლს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით ბიზნესმენთა ერთი ჯგუფი დაეპატრონა. და როგორც კარავში მყოფი ახალგაზრდები ამბობენ, მათი კომერციული ინტერესების მსხვერპლად ქცევა ემუქრება. ამაზრს კატეგორიულად უარყოფენ დაცული ტერიტორიების სააგენტოც და კომპანიაც, რომელმაც სოფლის მცხოვრებლებს რკინის მაღალი ღობით დაუკეტა ხეობაში ჩასასვლელი გზა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღო უსაფრთხოების დაცვის მიზნით. 2023 წლის ნოემბერში სოფელმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინააღმდეგ. ჩატარდა მხოლოდ ერთი პროცესი, მას შემდეგ ელიან სასამართლოს გაგრძელებას, მაგრამ პროცესები აღარ ინიშნება. ამ დროისთვის ბალდაში ასეთი მდგომარეობაა. კომპანია ბალდელებს არ უშვებს ხეობაში, რომელიც სოფლისთვის რკინის მაღალი ღობით არის გადაკეტილი. ბალდელები კი სოფელში არ უშვებენ კომპანიის თანამშრომლებს სამუშაოების გასაგრძელებლად. შედეგად კანიონი ყველასთვის დაკეტილია. საზოგადოებრივი მაუწყებელი აღმოჩნდა პირველი ტელევიზია, რომელმაც გადაწყვიტა სიღრმისეულად გამოეკვლია სააგენტოს, ინვესტორსა და სოფელს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების მიზეზები. ბალდის ხეობის ამბავი. ბალდის კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წლის 20 ნოემბერს მიენიჭა. საქართველოს კანონით ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ. ბალდის კანიონი გაშლილია 8.4 ჰექტარზე. კანიონის სიგრძეა 1400 მეტრი, სიგანე 5-დან 10 მეტრამდე, ხოლო ჩაჭრის სიღრმე 20-დან 30 მეტრამდე. კანიონი მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ბალდაში, მდინარე აბაშის სათავესთან, ასხის მთის მასივის სამხრეთ ნაწილში. მე-17 საუკუნის ძეგლის, ბალდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს. ბალდის კონფლიქტის ისტორია 2 წლის წინ დაიწყო. ბალდელების თქმით, ერთ დღეს ახალგაზრდები, რომლებიც ჩვეულებისამებრ კანიონში მდინარე აბაშის საცურაო ქვაბულში მიდიოდნენ, უკან გამოაბრუნეს, საბანაოდ არ შეუშვეს. უთხრეს, რომ ეს ხეობა კერძო კომპანიის მფლობელობაში იყო გადასული და მათი ნებართვის გარეშე იქ ვეღარ შევიდოდნენ. შემდეგ ხეობის შესასვლელთან მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. სატვირთო მანქანებიდან ცლიდნენ არმატურებს, ქვიშას, ცემენტს. სოფლის მცხოვრებლებმა საქმეში გასარკვევად მარტვილის მუნიციპალიტეტს და ადგილზე მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელს მიმართეს. როგორც ბალდელი ახალგაზრდები გვიყვებიან, თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ კეთდებოდა მხოლოდ ხეობაში ჩასასვლელი ბილიკი და მეტი არაფერი. სოფლელებმა დაიჯერეს, მშენებლების დახმარებაც კი გადაწყვიტეს, მაგრამ სულ მალე გაირკვა, რომ ბალდაში სულ სხვა რამ ხდებოდა. სოფლის კანიონი 40 წლიანი იჯარით იყო გასხვისებული კომპანია კანიონ 350-ზე და ინვესტორი ხეობის ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავდა ტურისტული მოთხოვნების შესაბამისად. ატრაქციონებით, ბეტონის ბილიკებით, ზიპლაინით, კანიონის კირქვის ქანებში ჩამაგრებული ფოლადის ბაგირებით და კიდული ბილიკებით. სოფლისთვის, რომლის თაობები ამ კანიონის წყალვარდნილებთან და აუზებთან გაიზარდნენ, მოულოდნელი აღმოჩნდა მათი სოფლისა და ხეობის ბედის გადაწყვეტა მათ უკითხავად. მათი გვერდისავლით. სოფელში პროტესტი დაიწყო. პროტესტის მთავარი მიზეზი იყო, რომ მათი მშობლიური სოფლის, მათი ოდაბადეს ბედის გადაწყვეტისას, სოფელს სიტყვა არავინ ათქმევინა. ვეტყოდით, რომ ჩვენთან ერთად ხალხსაც ხომ დააწყობდეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ სოფელ შუაგულში. ეხლა ჩვენ 19 იანვარს ნათლისღება გვაქვს. ვერ ჩავალ, იქ ჩავდიოდით. ბუნების ულამაზესი ხეობა და რკინა ბეტონით ამონტაჟებენ. ჩამორეცხეს ხავსები, ჩამორეცხეს ხეები, მოჭრეს და შეცვალეს მთლიანად ქაურობა. სახლში როცა შემოვა სტუმარი და გაგაგდებს საკუთარი სახლიდან. აი წარმოიდგინეთ ახლა რა განცდა. ანალოგიურია ისიც ჩვენთვის. ჩემი ბავშვობა სულ იმაში მაქვს, რიყეში გატარებული სულ მთელი ამ ბალდის ხალხს თითქმის და სტუმრებსაც და ყველას. თქვენ გთვლიან გარეშეპირება? დიახ, ჩვენ გთვლიან გარეშეპირებად. ვის თქვენ? ჩვენ ბალდის მოსახლეობას ყველას.
ხიდის დაბლა არის კიდე, იქ აზბუნება არის, არც არაფერი, მზეც, ჭრილიც არ არის ელემენტარული. სადმე დაждდეს სოფელმა, რომ თავის საბანაო კონდეს, აქ იყო ყველაფერი, სადაც იყო ყველაფერი, ის აგვარდეს. სადავო ხელშეკრულება. ხელშეკრულება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ შპს კანიონ 350 შორის ბალდელებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. სააგენტომ სოფელი ფაქტის წინაშე დააყენა. 2022 წლის 29 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით სააგენტო კომპანიას 40 წლის ვადით იჯარით გადასცემდა ხეობას. ამ ხელშეკრულების დადება უნდა მომხდარიყო ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვით, მაგალითად ამ კოდექსის 67 მუხლი ამბობს, რომ როდესაც ხელშეკრულება იდება, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ადამიანების უფლებებზე და მოვალეობებზე, ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვალდებული იყო, რომ ჩაერთო ის ადამიანები, რომელთა უფლებებზეც ახდენს ეს ხელშეკრულება გავლენას. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას 3 წლის ვადაში უნდა მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ ვიზიტორთა ცენტრი, არანაკლებ 350 მეტრის სიგრძის საფეხმავლო და კიდული ბილიკები, ხიდებითა და გადასახედებით. არანაკლებ 350 მეტრი როლერის ატრაქცია. არქიტექტურული პროექტი კომპანიას განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტომ გადასცა. ამის შემდეგ კომპანიამ შეიმუშავა კანიონის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი, რომელიც შეთანხმდა მარტვილის მუნიციპალიტეტთან. პროექტით უკვე კონკრეტულად განისაზღვრა მშენებლობის დეტალები, ასაშენებელი ობიექტების პარამეტრები. კომპანიის დირექტორის გიორგი მერკვილაძის თქმით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეგმით გათვალისწინებულ დეტალებს, ბეტონის ბილიკების მარშრუტს, ხიდების სიგრძეს, ბაგირების დიამეტრს, რაც შეიძლება ნაკლებად მოეთხოვა ბუნების იერსახის ცვლილება. გიორგი მერკველაძემ გითხრა, რომ მაგალითად ბეტონის ბილიკი ისე დააგეს, რომ ხეების მოჭრა არ გამხდარიყო საჭირო. კერძოდ, ბილიკებს ხეებისთვის შემოევლო და არა ისე, როგორც არქიტექტურულ პროექტში იყო გათვალისწინებული. არ შევეხეთ ბუჩს, არ შევეხეთ რაღაცას. ეხლა მანდ მაქსიმუმ ჩვენ რაც მოვაშორეთ იქაურობას, ეს იყო ეკალბარდი და ტალახი. იყო მანდ მონაკვეთები, რომ შეგვეძლო ისე გაგვეკეთებინა, მაგალითად როგორც იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ შევთვალოთ საჭიროდ, რომ შემოგვიარა რაღაც ხეებისთვის ისე ლამაზად და ისე მდინარესთან თავზე ყოფილიყო, რომ უფრო ლამაზად მიგვაჩნია, რომელიც კოლექტირებასაც ვაკეთებდით, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ მივედით მაგ. თუმცა კომპანიის წარმომადგენელთა მიერ დასახელებული შეღავათები, რომლებიც მათი თქმით ბალდის ბუნებას გაუწიეს, არ აღმოჩნდა საკმარისი ბალდის მცხოვრებლებისა და გარემოს დამცველების მიერ წაყენებული სერიოზული პრეტენზიების გასაქარწყლებლად. მართლაც ფაქტია, რომ პროექტში, რომელიც ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა შეისწავლა სპეციალისტებთან ერთად, არის ყველაფერი, რაც კანიონის ტექნიკური მოწყობისთვის არის გათვალისწინებული. მაგრამ ბუნების ძეგლზე განსახორციელებელ პროექტში არ არის წარმოდგენილი წინასწარი კვლევები ძეგლის იერსახის ცვლილების შედეგად ბუნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების დასადგენად. რა ემუქრება ბალდის ბიომრავალფეროვნებას? დაცული ტერიტორიების სააგენტომ ისე შექმნა ბალდის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი, რომ არ შეისწავლა არც ბუნებაზე ზემოქმედების რისკები, არც ბიომრავალფეროვნების დარღვევის საშიშროება, არც ჰაბიტატები, ხეობაში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების ბუნებრივი გარემოს შეცვლის საფრთხე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში არავინ იცის, რა გავლენას მოახდენს წარმოებული სამუშაოები კანიონის ბუნებაზე, მის უნიკალურ ეკოსისტემაზე, ფლორასა და ფაუნაზე, ბიომრავალფეროვნებაზე. რაც შეეხება კომპანიას, მან გითხრა, რომ პროექტს დართული ჰქონდა ჰიდროლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური დასკვნები, რაც გარემოს დამცველთა თქმით არის მხოლოდ კანიონის ჰიდროლოგიისა და გეოლოგიის ზოგადი მიმოხილვა და არა კანიონის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ფუნქციონირების ზემოქმედების შედეგის განსაზღვრა კანიონის უნიკალურ ბუნებაზე. რა გავლენას მოახდენს, თუნდაც პატარა ატრაქციები იქ დაცულ ტერიტორიაში, უნდა მომხდარიყო ამის შეფასება მთლიანად ბიომრავალფეროვნებაზე. მოახდენს თუ არ მოახდენს. ანუ რაღაცა შეფასებითი ანგარიში უნდა მომზადებულიყო. შესწავლის აუცილებლობა მაინც დგება. ახალი შესწავლა არ გაკეთებულა კანიონზე, ისე გამოვაცხადეთ, უბრალოდ ვიზუალურად დაინახეს, რომ ლამაზი ხეობაა და გავაკეთოთ დაცული, არ გაკეთებულა აი ეს ასე ვთქვათ
სწორი ანალიზი, რამდენად დასაცავი იყო ეს კანიონი თავიდან ბოლომდე. თქვათ, ამ პროექტის მიხედვით განსაზღვრულია, რომ ამ წერტილში დააჭედონ რაღაცა. იმ წერტილში რამე სახეობა ხო არ ცხოვრობს. კანონმდებლობა ფაქტიურად ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღებს, რომ წინასწარ კონდეს ინფორმაცია, რომ შემთხვევით არ დააშაოს საქმე და მისმა დაწამოწყებულმა საქმიანობამ არ გამოიწვიოს შეუქცევადი ზიანი ბიომრავალფეროვნების, არ მიაყენოს, არ გააუარესოს დაცული სახეობების მდგომარეობა და ასე შემდეგ. ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი ღირებულება არის სწორედ ის კულტურული სერვისები, კულტურული ეკოსისტემური სერვისები, რომელზეც ზეგავლენაც უნდა შესწავლილი იყოს. მე გულისხმობ, კულტურულ ეკოსისტემურ სერვისებში შედის ბუნების სულიერი და კულტურული ღირებულებები. თქვათ, რას წარმოადგენს ბუნების ეს ძეგლი ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ამ წარმოდგენებს რამე ხიფათი თუ შეექმნება. დაცული ტერიტორიების სააგენტო ვერ გვიხსნის, რატომ არ ჩაატარა წინასწარი კვლევა ბალდის კანიონის ბიომრავალფეროვნებაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის გავლენის შესაფასებლად. მაშინ, როდესაც მთელი რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციები ავალდებულებდა ამის გაკეთებას. მაგალითად, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის IUCN-ის კრიტერიუმებით, დაცული ტერიტორიების ფართობის 75% უნდა ემსახურებოდეს მის პირველად მიზანს. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, ხოლო ეკოტურიზმი უნდა წარმოადგენდეს დამხმარე ინსტრუმენტს. საქართველოს კანონიც დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ აღიარებს გარემოს დაცვითი საერთაშორისო კონვენციების პრინციპებს. საქართველო მიერთებულია ყველა ძირითად ევროპულ კონვენციასთან. ექსპერტთა თქმით, რომელთა ცენს ეჭქვეშ ვერც სააგენტო და ვერც ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია ვერ დააყენებს, ბუნების სკრუპულოზური შესწავლის გარეშე, ბალდის კანიონის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაშვებით გარემოს დაცვითმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დაარღვიეს არაერთი საერთაშორისო რეგულაცია. ბერნის კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების სახეობებს და შესაბამისად ამ კონვენციასთან მიერთებულ ქვეყნებს მოეთხოვებათ მისი მკაცრი დაცვა. დაარღვიეს ევროპული დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატების და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ, წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა. ის რომ დაცული ტერიტორია იმისთვის იქნება, რომ ვიღაცა ისეირნოს, დაისვენოს, ადრენალინი გამოუშვას, ეს არის ტყუილი, მცდარი, ეს არის ის არასწორი გზა, არასწორი გზითაც დღეისათვის დაცული ტერიტორიების სისტემა ვითარდება საქართველოში. გამოსული 1000 კაციდან გავაჩეროთ, ჩავატერეთ ესეთი ექსპერიმენტი და გითხრან ახალ გამოსულმა ადამიანმა რა სახეობა ნახა ცხოველების, რა სახეობა ნახა მცენარეების, რომელი ეკოსისტემა ნახა. 1000-დან შეიძლება გითხრა 3-მა. და ეს არის სასაცილო. ეს არის ის ჩიხი, რა ჩიხშიც არის დღეს შესული დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება. ეს არის დაცული ტერიტორია, რომელმაც უნდა შეინახოს ეკოსისტემა. და არა ის, რომ ეს მისი პირველი წყარო არ არის ტურიზმის განვითარება. ტურიზმის განვითარება თან დაყოლილი თემაა და არა პირველი და ჩვენ პირიქით ამოვატრიალეთ. ის, რომ შენ ხელოვნური ატრაქციები რამდენად საჭირო ამ პატარა ხეობაში ამის გაკეთება, აი ეს არის სათუო. იმიტომ რომ რამდენად მიზანშეწონილია არა ბუნებრივი ატრაქციების გაკეთება. იქნებ ბუნებრივი ჯობია რომ გავაკეთოთ, ანუ ან ისე გავაკეთოთ, რომ არ იყოს ვიზუალურად ბეტონი და დაბეტონებული ან რკინის ნაგებობა, იყოს ხის, იყოს სხვანაირად გაკეთებული, როგორც კეთდება საერთოდ სოფლიოში. ბიზნესის ინტერესები ბალდაში. სრულიად სხვაგვარად ესმის ეს საკითხი ტურიზმის ბიზნესს, რომლის ოპერირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო ბუნებაა. ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის დირექტორმა თქვა, რომ მის კომპანიას არც არქიტექტურული პროექტი შეუქმნია და არც აუქციონი გამოუცხადებია. კანიონის ინფრასტრუქტურის ასე მოწყობა, რასაც გარემოს დამცველები და სოფელ ბალდის მცხოვრებლები აპროტესტებენ, დაგეგმა იმ სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც ბიზნესისგან განსხვავებით გარემოს დაცვის სფეროში უმაღლესი კომპეტენცია მოეთხოვება. კომპანიის დირექტორმა გითხრა, რომ ის მხოლოდ პროექტს ანხორციელებს და თუ მისი კომპანია არ გაიმარჯვებდა ამ პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებულ კონკურსში, გაიმარჯვებდა სხვა კომპანია და ის ააშენებდა ბალდის კანიონზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რადგან ეს დაუშვა თავად სახელმწიფო. გარდა ამისა, კომპანია ამტკიცებს, რომ ბალდის დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება ერთხელ უკვე შესწავლილია
კერძოდ მაშინ, როდესაც ტერიტორიას მიენიჭა დაცული ტერიტორიის სტატუსი. ამიტომ ხელმეორედ კვლევის საჭიროება აღარ იყო. ერთი საკითხი, რომ აღნიშნულს კვლევასთან დაკავშირებით კომპანია კი არ არის აქ პასუხისმგებელი. შესაბამისად, თუ არის ჩასატარებელი, თუ კანონის მოთხოვნები უნდა დაცული ყოფილიყო, შესაბამისად არის ეს აბსოლუტურად სამინისტროს დისკრეცია და არა კომპანიის. სააგენტოს გულისხმობა ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფმა ჩვენ ერთხელ გვიყავი შეხვედრილი მათთან მაგიდასთან ესე რომ ვთქვა და პირდაპირ გითხრა თქვენ არაფერ შუაში არ ახართო ამ პრობლემაშიო, ჩვენო ვედავებითო დაცულ ტერიტორიებსო. შეიძლება, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, დაცულ ტერიტორიებთან და სახელმწიფოსთან არაფერი არ გამოუვიდათ, გადმოვიდნენ ჩემ მუშებზე. მნიშვნელობა იმას კი არა აქვს ამ პროექტს ვინ განახორციელებს. მნიშვნელობა ბუნებისათვის აქვს ასეთი პროექტი შედგება თუ არ შედგება. პროექტი თუ გამოცხადდა რომ ესეთი უნდა გაკეთდეს, მერე პრინციპი არის სხვა. ასეთი ტიპის პროექტი აზიანებს თუ არ აზიანებს ბუნებას. აზიანებს თუ არ აზიანებს და ბუნების ძეგლის არსს. დაუკარგავს თუ არ დაუკარგავს არსებობის აზრს ბუნების ძეგლს თუ ასეთი პროექტი გაკეთდება. ამას აქვს მნიშვნელობა, თორე აუქციონი ჩატარდება თუ არ ჩატარდება და ვინ მოიგებს, ეგ უკვე არის აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანი და არასაჭირო ის. ან პროექტი კეთდება, ან არ კეთდება ასეთი სახით. ექსპერტები გვიდასტურებენ, რომ დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების შესწავლა ნამდვილად ხდება მაშინ, როდესაც დაცული სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება. შესაბამისად, ცხადია წლების წინ შესწავლილია ბალდის კანიონის როგორც დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება, რაც ექსპერტთა აზრით არ ჩაითვლება საკმარისად, რადგან ბიომრავალფეროვნების შესწავლა უნდა მოხდეს კონკრეტულ პროექტთან მიმართებით, რათა შეფასდეს კონკრეტული სამუშაოების შესრულების ზეგავლენა ფლორისა და ფაუნის კონკრეტულ სახეობებზე, რათა შესაძლებელი გახდეს ბუნების მონიტორინგი. შესწავლილი იყო აღნიშნული საკითხი და როლერის მოწყობა არანაირად არ აზიანებდა, იმიტომ რომ რამოდენიმე წერტილოვან ლოკაციას მოიცავდა როლერის მონტაჟი და შესაბამისად ბიომრავალფეროვნებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. სამინისტრომაც აღნიშნა ეს შესაბამისად მათ ჩატარებული ჰქონდათ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული კვლევა. შესაბამისად პროექტი როდესაც შეადგინეს, ეს საკითხები უკვე შესწავლილი იყო და აქედან გამომდინარე იქნა შესაბამისი წესით უკვე აუქციონზე გატანილი. თავის დროზე რა თქმა უნდა იყო შესწავლილი, მაგრამ თავის დროზე იყო შესწავლილი, ეგ არ ნიშნავს, უნდა იყოს შესწავლილი, როგორ გითხრათ ახლა, იმასთან პროექტთან მიმართებაში, პროექტს რა ზეგავლენა ექნება ამაზე. სააგენტოს ფაქტობრივი აღიარება. ბალდელების მთავარი პრეტენზია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ის არის, რომ მათ არაფერი ჰკითხეს, როდესაც კანიონში პრაქტიკულად შუა სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი შექმნეს. ინვესტორმა კი ჩვენთან შეხვედრისას თქვა, რომ სოფლის წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ ვერც მან წარმოგვიდგინა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, თუნდაც შეხვედრის ოქმი. რაც შეეხება სააგენტოს, სრულიად აუხსნელია, რატომ არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული პროცედურა, რატომ არ უნდა დაინტერესებულიყო კანიონის განვითარების მესვეული სახელმწიფო სტრუქტურა სოფლის აზრით, რომელსაც შესაძლოა პროექტში შეეტანა კიდეც საინტერესო მხარეები. მინიმუმ კი ფორმალურად მაინც შეესრულებინა უწყებას გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის მოთხოვნა. სააგენტო მედიასთან ურთიერთობის სტანდარტსაც არღვევს და საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურას შორის საქვეყნოდ გახმაურებულ კონფლიქტს შეისწავლის. მოკლედ პასუხობს, რომ არ მიაჩნია საჭირო შეხვედრა, ხოლო წერილობით კითხვებზე გვცემს ისეთ პასუხებს, რომლებიც იურისტთა აზრით სახელმწიფო სტრუქტურის მიერ კანონის არასწორ გამოყენებას ნიშნავს საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ. კერძოდ სააგენტო წერს, რომ მას არ ევალებოდა მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა და იმოწმებს, როგორც დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონს, ასევე მთავრობის დადგენილებებს. თუმცა ჩვენთვის ისევ გაუგებარი რჩება სააგენტოს პოზიცია, რადგან დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ მოსახლეობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროცესში. ეს კი იურიდიულ ენაზე ნიშნავს იმას, რომ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ ამ უფლების განხორციელება. რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს არათუ არ გაუკეთებია, არამედ პირიქით მოიქცა, არ გაითვალისწინა მოსახლეობისგან წამოსული ინიციატივა. ისინიც ჩაერთონ განხილვაში.
რაც შეეხება მთავრობის დადგენილებებს. მათში განსაზღვრულია აუქციონის ჩატარების პროცედურის წესები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ აუქციონი ტარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიის გაიჯარების შესახებ უკვე მიღებულია. შესაბამისად, სააგენტოს მოსახლეობის ჩართულობა აუქციონამდე, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა უზრუნველყო და არა აუქციონის შემდეგ. სამწუხაროდ, სააგენტომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კარი ჩაუკეტა კითხვა-პასუხის ფორმატში ურთიერთობისთვის. საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც არაერთხელ შეახსენეს, რომ საზოგადოების გადასახადებით ფინანსდება, სახელმწიფო სტრუქტურამ არ მისცა საშუალება სრულფასოვანი კონსულტაცია გაევლოს სააგენტოს კომპეტენტურ პირებთან. ეს კი პრაქტიკულად მედიის მუშაობის ხელის შეშლა და ხელოვნური ბარიერის შექმნაა, სრულფასოვნად დაბალანსებული მედია პროდუქტის მომზადებისთვის, რაზეც სახელმწიფო სტრუქტურებს სერიოზული დაფიქრება მართებთ. რაც მთავარია, დაცული ტერიტორიების ეროვნულმა სააგენტომ ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით პრაქტიკულად ერთხელ უკვე აღიარა ბალდის კანიონის პროექტის მომზადებისას დაშვებული ხარვეზები. ეს მოხდა 2024 წლის 15 იანვარს, სააგენტოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, როდესაც სცადა ამ ხარვეზის გამოსწორება და მიავლინა ექსპერტთა ჯგუფი კანიონის ბიომრავალფეროვნების შესასწავლად. სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს მიერ მაშინ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებებში პრაქტიკულად აღიარებულია, რომ პროექტის მომზადებისას პირველი, სრულყოფილად არ არის შესწავლილი კანიონში მიმდინარე მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების საკითხი, რადგან საბჭომ მიიჩნია, რომ საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება გარემოზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით. მეორე, სააგენტომ აღიარა, რომ გასაუმჯობესებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხიც. საბჭოს პოზიციის მიუხედავად, ამ წინადადებიდან არც ერთი არ არის შესრულებული 1 წლის შემდეგაც კი. არ შედგა კომუნიკაცია მოსახლეობას სააგენტოსა და კომპანიას შორის და არც დამატებითი კვლევა არ ჩატარებულა. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ სააგენტომ სცადა ასეთი კვლევის ჩატარება, მაგრამ მოსახლეობამ კომისია ხეობაში არ შეუშვა. მიზეზი იგივეა. სააგენტომ ვერც ამჯერად შეძლო მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვა და ვერ გადაიყვანა ისინი დიალოგის რეჟიმში. სოფლის მკვიდრთა თქმით, სააგენტოს ეს არც უცდია. პირიქით, ყველანაირად არიდებდა თავს მათთან ურთიერთობას. ჩვენს რაღაცნაირად ცდილობდნენ ამ საუბრების დროს დაცული ტერიტორიებზე. ყველა ხო რაღაცნაირად აბა თქვენი გეგმა გითხარით რა და როგორ და იმაზე გადავაწყოთ ჩვენი, ესა და ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს არის უკვე საჯარო განხილვა. ეს უნდა ჩატარებულიყო სანამ პროექტი შედგებოდა, სანამ გაიჯარდებოდა. მანამდე და ეხლა უკვე 40 წლით გასხვისებული გაქვს და მეუბნები რომ ეხლა მითხარი შენი იდეები რა არის, ეგ უკვე არასწორი არის. მე ხომ არ ვარ. მე ნახეთ პირადად მე, მაგაზე ჩვენ არც ვილაპარაკებთ. ან მე შემიძლია თქვა პირადად ჩემი აზრი, რომ მე მაგალითად არ მიმაჩნია სწორად, რომ ვიღაცა ადამიანის ჯიბეში უნდა ჩავიდეს ამხელა საერთო სიკეთე და ვიღაცა ერთი ადამიანის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩემთვის ეს არასწორია. თუ ადამიანებს არ ეკითხები, ვინც იქ ცხოვრობენ და ვინცთვისაც ეს ადგილი წარმოადგენს სულიერ და კულტურულ ღირებულებას, ну აბა რანაირად უნდა გადაწყვიტო ის დაცული იქნება თუ არ იქნება დაცული. ადამიანები, რომელიც იქ სახლობენ, იქ ბინადრობენ და რომელსაც ღირებულია ეს ტერიტორია, ამბობენ, რომ ასეთი ტიპის პროექტი დააზიანებს მათ წარმოდგენას, მათ სულ ღირებულებას, რისთვისაც ეს ზვირფასი იყო და ბუნების დაცვის აქსიომა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს გათვალისწინებული. ადამიანი თავისი კულტურული მრავალფეროვნებით არის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი. ანუ ამ სამიდან, როდესაც ერთ-ერთი ირღვევა, ან ადამიანის კულტურული მრავალფეროვნება, ან ასე შემდეგ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ბუნების დაცვის პროექტი არ მუშაობს. მოსახლეობის ჩართულობა გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში კანონით არის უზრუნველყოფილი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, ორჰუსის კონვენციით და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციებით მოსახლეობა უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პროცესში, რომლებიც მის საარსებო გარემოს ეხება. მოქალაქეების ჩართულობის ვალდებულება არის გათვალისწინებული ჩვენი კონსტიტუციითაც, ხო? 29 მუხლი არის, რომელიც ამბობს, რომ აი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოებას აქვს მონაწილეობის უფლება, ხო? ეს გამომდინარეობს როგორც ვთქვათ, ორჰუსის კონვენციიდან, რომელიც სპეციალური
ხელშეკრულებაა, საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვის არის სავალდებულო შესასრულებლად, ისე ეს გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან და ასევე კონკრეტულად დარგობრივი კანონმდებლობიდან. ადგილობრივების უფლებები დაირღვა იმით, რომ ეს ბუნების ძეგლი, რომელიც ადგილობრივებისთვის არის უძვირფასესი რაღაც ფასეულობა, ხო, რომელიც ბავშვობიდან ახსოვთ, ხო, იქ გაიზარდნენ, ბანაობდნენ, მათთვის ძალიან ძვირფასია. კი ბატონო, ხო, დიდი სულიერი ღირებულებაც აქვს, როგორც თვითონ ყვებიან. ეს ისე გავიდა საჯაროდ, თქვათ, აუქციონზე იჯარის წესით გასასხვისებლად, რომ მათთვის არავის უკითხავს. თავიდანვე უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ უნდა დაეწყოთ საუბარი ადგილობრივ მოსახლეობას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ უნდა დაეშვათ ეგ პრეცედენტი თუნდაც, რომ ეთქვათ, რომ კი ბატონო, ანუ აი რაღაცა ვიპოვოთ წერტილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ ერთობლივად მუშაობა. საიდანაც უნდა დავიწყოთ ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება და მით უმეტეს თუ ეს გამოცდილება არსებობდა. ჩემთვის მაგალითად გაუგებარი იყო, რატო იყო ეს კატეგორიული უარი, იმიტომ რომ ქონდათ ამის გამოცდილება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ქონდა ამის გამოცდილება, თემთან ერთად წყობრად ემუშავა და გადაწყვეტილებები მიიღო. ბალდელების მთავარი პრეტენზია. ბალდა, სოფელი ცნობილია ბუნების რამდენიმე ძეგლით. ბალდაშია ონიორეს ჩანჩქერი, ონიორეს მღვიმე, ტობას კასკადოვანი ჩანჩქერი, ტობას მღვიმე, კაჩხის ჩანჩქერი, ბალდის კანიონი, ჯორწყუს მღვიმე. სოფელი სამი თემისგან შედგება: პირველი ბალდა, მეორე ბალდა და მესამე ბალდა. ბალდის კანიონი მეორე ბალდაშია, შიგ სოფელში. კანიონის მთელ გაყოლებაზე სახლებია ჩამწკრივებული. კანიონის ყველა ჩასასვლელთან რომელიმე ბალდელის სახლია შემომდგარი. მხოლოდ ერთმა მათგანმა დათმო ჯერჯერობით მიწა, რომელიც ინვესტორს მიხიდა საკმაოდ სოლიდურ ფასად. დანარჩენები იზიარებენ სოფლის უმეტესობის აზრს და ამბობენ, რომ ბალდა არ იყიდება. სოფელი საკმაოდ მდიდარია. აქაურების ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა. როგორც გვიყვებიან, იყო დრო, როდესაც ყველა ოჯახის კაცი მწყემსობას მისდევდა, მაგრამ ახლა ბალდაში ეს უძველესი პროფესია თანდათან ქრება. ასხის მთებზე უკვე მხოლოდ რამდენიმე ბალდელს აღყავს ნახირი. სოფლის განვითარების პრიორიტეტად ტურიზმის ქცევა თავისთავად მოითხოვს სოფლის გზებიდან და ორღობეებიდან ჯგუფ-ჯგუფად მოსიარულე საქონლის გაქრობას, რადგან ზამთარში ისინი ვერსად მიხავთ და სოფელში რჩებიან. ადგილობრივების თქმით, უკვე სათაკილოდ ითვლება მესაქონლეების ძველ სოფელში ფუნის სუნი და ძროხის ბღავილი. მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მესვეურები, როგორც სოფელში გვიყვებიან, უკვე ეუბნებიან ბალდელებს, რომ ამდენი ძროხა ვეღარ ივლის სოფელში. ამ გზით სოფელი პრაქტიკულად რჩება შემოსავლის გარეშე. ბალდელებს აღარც მესაქონლეობა რჩებათ შემოსავლა და აღარც ტურიზმი, რომლის სადავეებს სხვა იგდებს ხელში და რომლისგანაც აქამდე ბალდელები ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებით თუ კვების მცირე ობიექტებით გარკვეულ სიკეთეებს იღებდნენ. ტურისტებსაც თავად უწევდნენ მეგზურობას კანიონზე თუ ბალდაში ბუნების სხვა ძეგლების სანახავად. ახალ რეალობაში, როცა მდიდარი ინვესტორები შემოდიან ბალდაში, სოფელმა წინასწარ იცის, რომ ვერ გაუწევს მათ კონკურენციას თავისი მომსახურებით და საბოლოოდ დაკარგავს შემოსავლის ყველა წყაროს. პირველი შეხვედრის დროს რომ საუბრობდით რაღაცა რატო კეთდება, როგორ კეთდება და რაღაცა, იქ ესე გაკვრითაც გვიხსენეს, რომ ისედაც ვიწრო გზები არის და რაღაცა გამტარუნარიანობა არა აქვს ამ სოფელს მაგხელა რამხელაზაც ესენი უმიზნებენ და ძროხებზეც თქოს ესეთი რაღაცა, რომ მე უკვე ეხლაო ამდენი ხალხი რო ივლისო ძროხებიცო პრობლემა იქნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გზებზედ განანო და მაგაზეც იქნება მოსაფიქრებელი რაღაცა. პროცესი რო ყოფილიყო სამართლიანად წარმართული, უნდა მოსულიყო სამინისტროდან ჯგუფი და სააგენტოდან და უნდა იკითხათ მოსახლეობისთვის, აბა რაში მოგეხმაროთ. თქვენც გაგაძლიერებთ და ბუნებასაც დავიცავთ და აი ამ ორიდან აირჩეოდა, იქნებოდა განხილვები, იქნებოდა ალტერნატივების კვლევა და გადაწყდებოდა რომელი კომპანია უკეთესია. კანიონი 350. ვინ არიან იმ კომპანიის მფლობელები, რომელმაც ასეთი სადავო პროექტის განხორციელებისთვის გამართულ აუქციონში გაიმარჯვა? საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის კანიონი 350-ის დღევანდელი მფლობელები არიან: გიორგი მერკვილაძე, წილის 15%-ით, ანი გიუნაშვილი 40%-ით, ლევან ციცკიშვილი 5%-ით, ქეთევან მოწონელიძე ასევე 5%-ით, მამუკა მერკვილაძე 35%-ით,
კომპანია კანიონი 350 დაფუძნდა 2022 წლის 8 ნოემბერს. ვალდის კანიონზე ტურისტული მომსახურების გაწევისა და ქონების იჯარით გაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის გამოცხადებიდან 3 დღის შემდეგ. აუქციონში მონაწილე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მაშინ იყო გიორგი მერკვილაძე. ამ უკანასკნელმა აუქციონში გამარჯვების შემდეგ დაახლოებით 1 წელიწადში 100%-იანი წილის ნახევარი გაასხვისა შემდეგ პირებზე. მოწონელიძეზე, ციცქიშვილზე, გიუნაშვილზე და თავის ბიძაშვილ მამუკა მერკვილაძეზე. მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი ანი გიუნაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი დირექტორის ვალერია მჭედლიძის დედაა. რაც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგან იმ დროს, როდესაც სააგენტო ოფიციალურად ჩაერთო ბალდის კანიონის აუქციონისთვის მზადებაში, ვალერია მჭედლიძე აღარ იყო სააგენტოს დირექტორი. ის დირექტორად 2018 წლის მაისიდან 2021 წლის მაისამდე მუშაობდა. საეჭვო რჩება ის, რომ ბალდის აუქციონამდე ჩატარებული რამდენიმე კვლევის შესრულების დრო ემთხვევა მისი დირექტორობის პერიოდს. ანუ ბალდის კანიონის აუქციონისთვის მომზადების პერიოდში მჭედლიძე, რომლის ოჯახი დღეს კანიონის ერთ-ერთი მეიჯარია, იმ სტრუქტურის დირექტორი იყო, რომელიც კანიონის აუქციონზე გატანის საკითხს წყვეტდა. ბალდის კანიონის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევები 2021 წლით თარიღდება. სწორედ იმ წლით, როდესაც მჭედლიძე ჯერ კიდევ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორი იყო, თუმცა მხოლოდ 2021 წლის მაისამდე. საინტერესოა, რომ კვლევებზე არ არის მითითებული ჩატარების თვე და რიცხვი. მითითებულია მხოლოდ წელი, რაც მჭედლიძის სახელთან კვლევების კავშირს ვერ ამტკიცებს, მაგრამ არც გამორიცხავს. საეჭვოა, როგორ აღმოჩნდა ბალდის კანიონის მეიჯარე კომპანიის მფლობელთა შორის მაინც და მაინც ვალერია მჭედლიძის ოჯახი. მით უმეტეს, რომ გიორგი მერკვილაძე კომპანიის თავდაპირველი მფლობელი არ მალავს, რომ მჭედლიძეს სწორედ სააგენტოს მუშაობის პერიოდში დაუახლოვდა. და ბატონ ვალერიას თქვენ შესთავაზეთ, რომ ყოფილიყო კი, არა მარტო მან, სხვა კომპანიებშიც, ჩემთან ერთად. ან კონკრეტულად ამ სხვა კომპანიებშიც არის. ხო. კიდე არის რამოდენიმე კომპანიაში არის პირდაპირ ვალერია მჭედლიძე ჩემი პარტნიორი. არა, ვთქვათ, ნათესავი, არანაირ მე ვერ ხედავ მაგაში ვერც კანონდარღვევას და ვერც არაფერს. მე ამ საქმეში ვიყავი, ამ საქმით ვარ დაკავებული და ვალერია მჭედლიძეც რამდენი წელია ამ საქმეში იყო და იმ პერიოდში როცა იყო სააგენტოს დირექტორი. ნუ მაშინ არ იყო ჩემი მეგობარი, მაშინ ვიცნობდი, რომ იმიტომ რომ რამოდენიმე კონტრაქტი მაქვს გაფორმებული დაცულ ტერიტორიებთან და ვიცნობდი. ვალერია მჭედლიძემ უარი განაცხადა თხოვნაზე, შეხვედრო და ჩვენს გადამღებ ჯგუფს. რაც შეეხება გიორგი მერკვილაძეს, ის არ მალავს, რომ სააგენტოს ყოფილი დირექტორი თავის ბიზნესებში სწორედ იმიტომ შემოიყვანა, რომ მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოში მუშაობდა. მათი საერთო ბიზნესების ქსელი კი დაცული ტერიტორიების სივრცეებში ტურისტული ბიზნესებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა სპეციალიზირებული. აღსანიშნავია, რომ მერკვილაძე ამ ბიზნესში არ არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი დირექტორის ერთადერთი პარტნიორი. მჭედლიძის არაერთი კომპანიაა შესული ბუნების სხვადასხვა ძეგლსა და დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სფეროში. ესენია: შეპესე მწვანე კაპანი. წილის მფლობელები არიან ვალერია მჭედლიძე და ჯონი კაპანაძე, 50-50%-იანი წილებით. ოკაცეს კანიონში ტურისტული მომსახურების რამდენიმე სეგმენტის ოპერატორი კომპანიის შეპესე 2020-ის მფლობელები არიან მჭედლიძის დედა ქალბატონი ანი გიუნაშვილი წილის 20%-ით და მამუკა მერკვილაძე 80%-ით. მჭედლიძის დედა ქალბატონი ანი გიუნაშვილი არის შეპესე დაშბაშის ერთ-ერთი წილის მფლობელი 33%-ით. ვიზიტორი 1, რომლის მფლობელთა შორის გიორგი და მამუკა მერკვილაძეებთან არის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ვალერია მჭედლიძე, ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის საშუალებით მართავს ბილეთების გაყიდვის სერვისს 6 დაცულ ტერიტორიაზე: მარტვილისა და ოკაცეს კანიონებში, სათაფლიის ნაკრძალში, ნავენახევის და პრომეთეს მღვიმეებში, კინჩხის ჩანჩქერზე. ამ კომპანიამ ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება ამდენ დაცულ ტერიტორიაზე მიიღო მაშინ, როდესაც სააგენტოს დირექტორი ვალერია მჭედლიძე იყო. გარდა ამისა, სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მჭედლიძის მუშაობისას აქვს მოგებული ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპლაინის ატრაქციონის მოსაწყობად გამართული აუქციონი კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მფლობელი მჭედლიძის დღევანდელი ბიზნეს პარტნიორი გიორგი მერკვილაძეა. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ბალდაში რამდენიმე ოჯახი კომპანიის მხარეს არის, სოფლის უდიდესი ნაწილი დაპირისპირებულია ერთმანეთთან.
რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ემხრობიან კანიონის მშენებლობას, ძირითადად იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც კომპანიამ დაასაქმა და ახლა შეჩერებული სამუშაოების გამო ზარალდებიან. მათ რაოდენობა ზუსტად ვერც კომპანია ასახელებს და ვერც ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანიის მხარეს მათი ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის დასაქმების პერსპექტივა, რასაც ჩვენთან საუბარში არც მალავენ. მთელი სოფლიოს ტერიტორიაზე კეთდება ყველგან კანიონები, ქალბატონო. და რო გაკეთდება, ამ სოფლიდან ძალიან ბევრია ხალხი, ზოგი საზღვარგარეთ, ზოგი თბილისში, რაღაც მშენებლობაზე რომ მუშაობს და ყველა თავისთავად მის ოჯახებში ყველა დაბრუნდება და გაიხსნება სოფელი. მე ახლა წამსვლელი არსად არა ვარ. ჯერ ერთი ამ წუთში ინვალიდი ვარ და ვერ გადვადგილდები. მე აგერ ჩემ სოფელში ტრანსპორტირება არ მექნება, საჭირო ბინის ფული არ მექნება, გადასახდელი და დილიდან საღამომდე რაღაცას ვიმუშავებ და თანხა შემოვიდა სახლში. რა ცუდია ეს? ფაქტია, რომ ერთი სახელმწიფო უწყების ერთმა გადაწყვეტილებამ საქართველოს ერთ სოფელში დღემდე გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა. სოფელში ნამდვილი შინაომები დაიწყო. აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. ყოფილი მეგობრები, მეზობლები, თოფებითა და დანებით დასდევენ ერთმანეთს. 2024 წლის ივნისში დაჭრეს მინდია ბჟალავა. სოფელი ყოველდღიურ კონფლიქტში ცხოვრობს. ერთი კანიონის ირგვლივ ერთი ადმინისტრაციული და ორი სისხლის სამართლის დავა მიმდინარეობს. სოფელი უკვე მეორე წელია ელის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც სახელმწიფოს პასუხი იქნება მთავარ კითხვაზე, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას ბალდა და ბალდის ხეობა. სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას მისცა სამუშაოების გაგრძელების უფლება. სოფელი დარწმუნებულია, რომ ჯერჯერობით წინააღმდეგობის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს. მოვითხოვეთ სხვათა შორის სარჩელის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიდრე არ დასრულდებოდა სასამართლო და საბოლოო განაჩენი არ დადგებოდა, მანამდე არ გაგრძელებულიყო სამუშაოები კანიონზე. სამწუხაროდ სასამართლომ ეს არ დაგვიკმაყოფილა და ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მისცა უფლება კომპანიას, რომ გაეგრძელებინა მუშაობა. 450 დღეზე მეტია, რაც სოფლის მოსახლეობა ყოველდღიურად და ყოველ დღე და ყოველ ღამე მორიგეობს ამ ტერიტორიის ან ბუნების ძეგლის მონიტორინგის მისიით, აი აქ. კარავი რო აქ არ იყოს, არც იმის საშუალება არ გვექნებოდა, რომ გწოდონ და საერთოდ განახლებულია სამუშაო, რა ტიპის სამუშაოები არის განახლებული. ამიტომ მოსახლეობას უწევს, რომ თვითონ შეეცადოს დაიცვას თავისი უფლებაც და თავისი ბუნებაც თვითონ დაიცვას. ჩვენი გადამღები ჯგუფი ბალდაში 2025 წლის იანვარში იყო ჩასული. მას შემდეგ თითქმის ყოველდღიური კავშირი გვაქვს როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომელმაც კატეგორიული უარი გვითხრა შეხვედრაზე, ისე სოფლის მცხოვრებლებთან, რომლებიც ელიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, ელიან სახელმწიფოს საბოლოო პასუხს. როგორ უნდა გააგრძელოს სოფელმა ცხოვრება? სახელმწიფო უწყებებთან ბრძოლით თუ მათთან შეთანხმებით? როგორ უნდა გააგრძელოს ბალდის კანიონში 1000-წლოვანმა უნიკალურმა ბუნებამ სიცოცხლე, ტურისტული ინფრასტრუქტურითა და როლერის სრიალა ატრაქციონით თუ თავისი თანდაყოლილი ბუნებრივი ველური სილამაზით, ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. სოფელს არ ელაპარაკება არც სასამართლო დარბაზიდან და არც მედიის საშუალებით. უფრო საგულისხმო დასკვნები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთდება. ჯერჯერობით კი საზოგადოებრივი მაუწყებლის კვლევით აშკარად იკვეთება, რომ სახელმწიფო პოლიტიკა, რომელმაც დაგეგმა საქართველოს ამ უნიკალურ ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მოუმზადებელი აღმოჩნდა პროცესის სამართავად. ასე რომ არ იყოს, დღეს ბალდაში მთავარი სახლი ტენტით არ იქნებოდა აშენებული და სამეგრელოს ნესტიან ცივ ზამთარში წელამდე თოლში არ იდგებოდა ხეობის თავზე კანიონის დარაჯა.